მოციქულთა თავნა და ყოვლისა სოფლისა მოძღვარლა. მაცხოვარსა ყოველთასა ებედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. ამინ. დღეს ახალი სტილით 13 ივლისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა კეთილმორწმუნე დინარა დედოფალს და დღესასწაულობს სვეტიცხოვლობას. დიდებულთა და ყოლადქებულთა 12 მოციქულთა კრებას, პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისა, სიმონ მოშურნესი და მატათესი. ცხეთის სვეტიცხოვლის დაძარი 12 მოციქულის სახელზეა აშენებული, რის გამოც ქართველები 12 მოციქულის ხსენების დღეს სვეტიცხოვლობასაც უწოდებთ. ეს დღესასწაული უძველესი. მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულიდან თითოეულს განსაკუთრებულად განადიდებს. ცალკეულის მოსახსენებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული. მაგრამ პეტრე პავლოვის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. ცნობები ამ დღესასწაულის შესახებ მეოთხე საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესვე არის ხსენება წმინდა დინარ დედოფლისა, რომელიც რუსულ საეკლესიო მატიანეებში იბერიის დედოფლად იწოდება. მეცნიერები დიდხანს დააობდნენ თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ ეს იყო წმინდა თამარი, მაგრამ ცნობები თამარანგელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ქართლის ცხოვრებაში დაცულია ცნობა ჰერეთის დედოფლის დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ მონოფიზით და უღლისაგან. ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართოლური ტომებით. ამიტომ ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებენ. სლავური ტომები, რომლებიც ზოგჯერ ილაშქრებდნენ სამხრეთის მხარეებში და ამიერკავკასიაში, დარუბანდის გზით შედიოდნენ. ივერიელ, ჰერელ მოსახლეობას ხვდებოდნენ. როგორც ჩანს, ჰერელთა ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. ქართული ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმინდა დედოფალ დინარას. სწორედ მისი თავდადებული ღვაწლის შედეგად აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა გადაურჩა მწვალებელ მონოფიზიტებს, რომელნიც სპარსელთა ხელშეწყობით იყვნენ გაბატონებულნი. მოსკოვის კრემლის სასახლეში ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთამძლეველი წმინდა დინარა დედოფალი. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.